გრანტები მათ შორის? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის. უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ცხადყოფს იმას, რომ გამოძიება დაწყებულია იმ მიმართულებით, რაც ნიშნავს, თქვათ, BBC-ს ფილმში ვინც იყო მოქცეული ეს ამ ადამიანების, თქვათ, გამოკითხვაზე, მოქცეული არის იმაზე, თუ როგორ მომზადდა ფილმი, ეს ჩანს, რაც მინდა გეთქვა, რომ არის შეცდომა, იმიტომ რომ მათ გამოძიება უნდა დაიწყონ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არის მნიშვნელოვანი და რატომ? იმიტომ რომ აქ საუბარი არის თუ ვარაუდებზე ალაპარაკი რომ გამოყენებული არის ხო ქიმიური იარაღი, ჟურნალისტური გამოძიება, ამას ჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩვენ თუ გადავხედავთ იმ კონვენციებს, რასაც საქართველოს აქვს ხელი მოწერილი, რაცაა დარღვეული, ეს არის გაეროს ქიმიური იარაღის კონვენცია, ეს არის ჟენევის ქიმიური იარაღისა და ბიოლოგიური იარაღის პროტოკოლი 25 წლის, ჟენევის ქიმიური და იარაღის და ბიოლოგიური იარაღის კონვენციას 59 წლის, შემდგომ უკვე 77-ში მოხდა მიღება მეორე კონვენციის მიღება, აგრეთვე გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტის 66 წლის და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სტრასბურგის კონვენცია 53 წლის. ამას საქართველოს ყველასთან მიერთებულია. აქედან გამომდინარე, ამ მიერთების შემდგომ დგება გარკვეული სამართლებრივი მექანიზმები, რაც იწყება საერთაშორისო გამოძიება. ამიტომ ვიძახი, რომ სულს კი არ უნდა დაეწყო გამოძიება, უნდა დაეწყო პროკურატურას ფაქტთან დაკავშირებით. რა მექანიზმია? ანუ რა იქნა გამოყენებული, ან იქნა თუ არა ეს რაც ჰიპოთეზური დასკვნა არის ამ ფილმში, ეს კონკრეტული ნივთიერება გამოყენებული, თუ იქნა შემდეგ შესაბამისი პასუხისმგებლობა. გამოდიან, ეხლა უკვე თავარი მომენტი რა არის? რადგანაც ჩვენ ამ კონვენციებს ვართ მიერთებული, რაც ჩამოვასახელე, გება მექანიზმები უკვე ამ კონვენციების ამუშავების. რა მექანიზმებზეა საუბარი? პირველი, ეს არის ქიმიური იარაღების აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც გაეროზე ჩვენ ამ კონვენციას მიერთებული ვართ, მათ აქვთ გამოძიების უფლების დაწყება. ამ ორგანიზაციას უკვე მიმართა არასამთავრობოებმა თქვენ ნახეთ და პოლიტიკურმა პარტიებმა აქედან გამოძიებ განაცხადის დონეზე ალბათ სამართლებრივად იქნება შედგენილი და გარდა მიმართვისა მათ შეუძლიათ BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე გამოძიების და ის ამის საფუძველზე გამოძიების დაწყება. შემდგომი საკითხი, ეს არის გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭო, სპეციალური რეპორტიორის გამოყოფა და ამ რეპორტების მოხსენების შემდეგ გამოძიების დაწყება. ეს მეორე მექანიზმი უკვე ამ კონვენციების მიერთების შემდეგ. მესამე მექანიზმი, ეს არის სტრასბურგის სასამართლო, სადაც უკვე აკეთება განცხადება, რომ შეტანილი იქნება სარჩელი ამ მიმართებაში და ამქიდან გამომდინარე შეიძლება დაიწყოს სასამართლო განხილვა. შემდგომი საკითხი, რაზეც მინდა გითხრათ, უკვე მე მქონდა საუბარი ევროპულ სტრუქტურებთან და უკვე განიხილავენ ამ მექანიზმის ამუშავებას, ეს მდგომარეობს ევროპის საბჭოს წამებისა და პრევენციის კომიტეტის ვიზიტი და ანგარიშის მომზადება. რაც შეიძლება გახდეს საერთაშორისო კომისიის შექმნის მექანიზმი. ხაზი მინდა გაუსვა, უკვე მიდის დღეს საუბარი, შიდა საუბარი ევროპის საბჭოში, მე მქონდა კომუნიკაცია და ამიტომ შემიძლია დადასტურებით თქვა, რომ მომზადდება სპეციალური ვიზიტორი, რომელიც ჩამოვა ანგარიშის მოსამზადებლად. ეს ცხადყოფს რას? ეს ცხადყოფს, რომ საერთაშორისო მექანიზმები უკვე იწყებს მუშაობას, ხო? ისე ეს თემა რასაც ახლა ყვებით ევროსაბჭოს შესაბამისი მონიტორინგის მისია თუ შემსწავლელი მისია, ანუ თქვენი კონტაქტებით მიიღეთ ეს ინფორმაცია? დიახ, აქ საუბარი არის, ხაზი მინდა გაუსვა ევროპის საბჭოს წამების და პრევენციის კომიტეტის მიერ სპეციალური რეპორტიორის გამოყოფაზე. უახლოეს დღეებში მოხდება კომიტეტის შეხვედრა, სადაც იქნება ამის განხილვა რეპორტიორის გამოყოფაზე. ხვდებით, რაზეა საუბარი? ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არის საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაიწყოს გამოძიება. აქ უკვე ქვეყნის პრესტიჟზეა ლაპარაკი, ხვდებით? ის რომ თქვათ ქართული ოცნების მიმართ გაჩნდა კითხვები, ეს ცალსახად არის, ეს არის ჩემი მხრიდან, სხვისი მხრიდან, ეს არის პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ქართული ოცნება კი არ მიუერთდა ამ პროტოკოლებს. მიუერთდა ქართული სახელმწიფო, ხვდებით? ამიტომ დგება სახელმწიფო ინტერესი წინ. და ამიტომ მიმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება. ანუ უსაფრთხოების სამსახური არ არის ის დონე, რომელიც ახლა ამ საქმეს უნდა იძიება. უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია გამოძიების დაწყება, რომელიც ახლა დაიწყო ის მუხლები, ეს მუხლები არ არის ის დონე, რაც შეესაბამება კონვენციას. ხვდებით? უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაც ეხება ამ ფილმს. ეს ფილმის მიდგომა, კონვენციები გვავალდებულებ ჩვენ ამ გამოძიების დაწყებას და ეს არის პროკურატურის პრეროგატივა. და თქვენ ნახეთ,
თქვენ ნახეთ, რომ იგივე ევროკავშირის წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადება მიუკერძოებელ გამოძიებაზე. რას ნიშნავს სიტყვათა წყობა მიუკერძოებული გამოძიება? მიუკერძოებული გამოძიება სიტყვათა წყობა ნიშნავს იმას, რომ ის ვალდებულება, რაც ქვეყანამ ქართულმა სახელმწიფომ კონვენციების ხელმოწერაზე აიღო, ამიტომ ის რადგანაც გაჩნდა ეს კითხვის ნიშნები, ეს იქნება დამოუკიდებელი გამოძიება. საუბარი არის სტრუქტურულ მიდგომაზე. მე რამოდენიმე ვერსია ვთქვი, ხო, ამ წუთას. ამიტომ მე არ ვიცი რომელი გამოძიება როგორ დაიწყება, რომელი უწყება დაიწყებს საერთაშორისო. ფაქტია, ყველა ამ ცალკე უწყებას დაწყებული ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში შეუძლია გამოძიების დაწყება, ეს ავტომატურ რეჟიმში შეიძლება იყოს, რაც გითხარით ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი უკვე დიდი ალბათობით შეიკრიბება და რეპორტერი ჩამოვა, რაც შეეხება სტრასბურგს, აქ უკვე ვიცით რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ და ეგ ცალკე მდგომი თემა არის და ეხლა გაეროს უფლებათა დაცვის საბჭო, რომელიც სპეციალური რეპორტერი და გამოძიების დაწყების უფლება, ეს უფრო რთული მექანიზმი არის, მინდა ხაზი გაუსვა, მაგრამ შესაძლებელი, მაგრამ დანარჩენები რაც თქვი, ეს ამუშავდება. ამიტომ არის დღეს საჭირო იყო თუ არა უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გავიგეთ, მაგრამ მანამდე იყო ოცნების პარტიული განცხადება. მესმის რომ თავად BBC მათ მიმართავდა კითხვით, რადგან მათი კითხვები იქ ისე იყო, ეს ერთ-ერთი კითხვა იყო, თორემ კითხვები იყო მათ შორის ივანიშვილზე, მის გავლენებზე, ასე შემდეგ. პასუხში სხვათა შორის ნივთიერება რა ნივთიერებაზე იყო საუბარი, ასეთი ტიპის პასუხი არ ყოფილა ოცნების მხრიდან. დღეს იყო თუ არა ლოგიკური, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრის ან სხვა ან თუნდაც დარახველიძის დონეზე რაღაც პასუხი გაეცა, ან ეთქვათ, ან რაღაც ტიპის ინფორმაცია, შიდა პროტოკოლი, რას იყენებენ, როგორ იყენებენ, შეეძლოთ თუ არა, თქვათ ეს რა ვისთვის იქნებოდა სარწმუნო, ვისთვის არა, სხვა თემა, მაგრამ ისინი იყვნენ თუ არა, თქვათ საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილების სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო თუ არა ეს უწყება. გამომდინარე, ეს ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს იქნებოდა პოლიტიკის ნაწილი, მოდი ასე ვთქვათ. იგივე როგორც ქართული ოცნების განცხადება არის პოლიტიკის ნაწილი, თუმცა საუბარი არის რომ ისინი აპირებენ გასაჩივრებას, უკვე ეგ საკითხი როგორც პოლიტიკის ნაწილი უკვე არ დგას. ამა ეს პრინციპული საკითხია. ეს ზღვარი უნდა ჩვენ გვესმის პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ უკვე პოლიტიკურ შეფასებებს ამან გადააჭარბა, როდესაც BBC-ს გამოძიებაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა თქვა, რომ მიუკერძოებელი გამოძიება, როდესაც უკვე მექანიზმები იწყებს მუშაობას. აქედან გამომდინარე ეხლა გება პრინციპული რომ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება და ის კითხვა რაც თქვენ ეხლა დასვით ზუსტად იგივე იმ ჩინოვნიკებმა რომელიც იმ პერიოდში იყვნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში უნდა გასცენ პროკურატურას რა გაზი იყო რა იყო გარეული წყალში ან თქვა რა ნივთიერება იმიტომ რომ ეს ამ ეტაპზე ჟურნალისტური გამოძიება ეს არის საფუძვლიანი ეჭვი ეს არ არის მტკიცებულება ეხლა სანამ უცხოელი ჩამოვა და დაიწყებს მტკიცებულების მოგროვებას ჯობია ქვეყნის იმიჯი რო არ დაზარალდეს საქართველოს პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ხდებით ეხლა როგორ მიუკერძოებელი იქნება ეგ სხვა საკითხია ეს პოლიტიკური თემა ვენდობით პროკურატურის გამოძიებას თუ არ ვენდობით ეს პოლიტიკური შეფასებებია მაგრამ სახელმწიფო ინტერესი მდგომარეობს იმაში როდესაც უცხოელმა ქვეყანა არ დააზიანოს პირდაპირ მინდა ვთქვა იმ გაგებით რომ არ დამტკიცდეს ეს დანაშაული და ეხლა ელჩვი არის ამისა აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ხო გამომდინარე როგორი რთული იმიჯით როგორ დარტყმას მიიღებს საქართველოს სახელმწიფო თუ უცხოეთის გამოძიებით დადგინდა ეს კი ბატონო ანუ ეს დანაშაულია რომელსაც არც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს არც არაფერი არ აქვს ხოხტებით ეს არის ისეთი დანაშაული რომლის შეფასება ნუ აი თქვენ გახსოვთ ერაყში გენერალი და ქიმიური გენერალი ალი რო ეძახდნენ ხო რომელსაც რა ქვია მაგას ცნობილი იყო როდის გამოიყენა ქიმიური იარაღი 70-იან წლებში და აგერ მოხდა გამოძიების ჩატარება 2000-იან წლებში ხვდებით 30 წლის შემდეგ ეს ისეთი მექანიზმია თუ ეს დადასტურდა ამას ვადა არ აქვს ამიტომ ჯობია თუ ვინმე მართლა ეს ჩაიდინა თუ მართლაც არის ესეთ რაღაცები გამოყენებული საქართველოს პროკურატურამ გამოიძიოს ეს და დასაჯოს ისინი ეს პრინციპულია ქვეყნის იმიჯისათვის სხვა შემთხვევაში მინდა პირდაპირ თქვა აქ თუ დადგინდა რაღაც ბევრი რაღაცები და ვიცით ეჭვი აქ ყველას ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისათვის მადლობა ძალიან დიდი მადლობა პაატა დავითაია პასუხობდა ჩვენ კითხვებს რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში